ახლა დღეს ახლა გუშინდელი დამთავრდა ინსტიტუტების გაერთიანება, ახლა მინავდება. ახლა დღეს Facebook-ი წაიღო გაზის გაძვირებამ, რაც აუცილებლად გამოიწვევს იმ პროდუქციის გაძვირებას, რომელიც გაზის გამოყენებითაა კეთდება, მაგალითად პური, ბევრი საწარმო, რომელიც პურს აცხოვს, გაზზე მუშაობენ, აუცილებლად გამოიწვევს გაძვირებას, აუცილებლად გამოიწვევს შენობები, რომელიც თბება გაზზე, იქ გაძვირებას, ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს აუცილებლად და ეს ხო ახუნძლულია და ნუ ახლა დღეს ხვალ ალბათ ეს იქნება და ამასობაში დრო მიდის, ამასობაში ადამიანების დაშინებას, გამოქცევას და ასე შემდეგ წარმატებით ასრულებს ბიძინა და მისი ხელისუფლება და დრო გადის და დრო ჩვენ სასიკეთოდ ნამდვილად არ მუშაობს. ამ წუთას დრო ჩვენ სასიკეთოდ არ მუშაობს და ამიტომ ვთვლი რომ კიდევ ერთხელ მინდა რაღაცნაირად რო ჩავწერო რა. აუცილებელია მობილიზაცია, აუცილებელია ტელევიზიებიდან, Facebook-იდან, ახლა მე სხვა საშუალება არ მაქვს და აქ რაც საშუალება მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ დღეს მაგალითად ირპენია ქალაქი იქ მივდივარ ემიგრანტების შესახვედრად, იმ კვირაში პარიზში ვაპირებ ჩასვლას და ასე შემდეგ. Facebook-იდან უნდა გამოვიდეთ და ტელევიზიებიდან, უნდა ვიაროთ ხალხთან. არ შეიძლება ამდენი უკმაყოფილო ადამიანი არსებობდეს ქვეყანაში და ის ხელისუფლება ვერ გადმოაგდოთ. მაგრამ ამას უნდა მუშაობა, ამას უნდა ხალხში სიარული, ამას უნდა ჭიათურაში ჩასვლა, ამას უნდა ბალდაში ჩასვლა, ამას უნდა საირმეში ასვლა, ამას უნდა უხუთში ასვლა, სადაც უკმაყოფილოები არიან გაუყიდენ ტერიტორიები. ამას უნდა 1000 სოფელში ჩასვლა, სადაც უკმაყოფილოები არიან. ამას უნდა ყველა იმ სოციალურად დაზარალებულ ადამიანთან მისვლა, რომელსაც ახლა გაზის გაძვირებას სასტიკად დაარტყამს და ამას უნდა ახსნა, რატომ გვინდა ევროპა. ევროპაში რაც უნდა პრობლემა იყოს. შანსი არა ზამთარში, როცა მოხმარება მომატებული ელექტროენერგიის, გაზის და ასე შემდეგ, იმ დროს გააძვირონ. ეს არ არის შანსი არა ევროპაში შანსი არა რაც უნდა უკანონოდ იყოს შეჭრილი ადამიანის სახში ზამთრის პერიოდში გამოასახლონ და ამას უნდა ახსნა მიტანა სათითაოდ ადამიანებთან სიარული უნდა რა თქმა უნდა კარგია რუსთავეზე და ქეთს ვიხდი თქვენ წირასი შვილებს ვიცავარ აი ამ ტერორის ქვეშ ახლა აქციაზე დგომა არის მართლა უდიდესი ვაჟკაცობა მაგრამ ხო უნდა მივხვდეთ რომ ამას შედეგი არ მოიტანა და უკვე სხვაგანაც გადავიტანოთ ეს პროტესტი მარტო რუსთავეზე ნუ იქნება პროტესტი არ მოიტანა შედეგი ეს წინა ხელისუფლებები შევცვალეთ რუსთაველით თქვა ზვიადის ხელისუფლება მაგრამ ზარბაზანი გამოიყენენ და შევანაძის ხელისუფლება რუსთაველი შეიცვალა. მაგრამ ეგენი სხვა ჯიშები არიან. ეგენი არიან სხვა, ვიღაც სხვა, არ ვიცი რა არიან ეგენი. ამის თქვა მე არ შემიძლია. ამიტომ საჭიროა გატანა რეგიონებში. თითოეულ ადამიანთან მისვლა. დაანებეთ პოლიტიკოსებო თავის ხაბრების მოყოლას ტელევიზიიდან და იმის სახსნას თუ რა ცუდები არიან ესენი. ხალხს აუხსენით თქვენ რომ მოხვართ რა შეიცვლება მათთვის აი რა შეიცვლება არსებული პატიმრებისთვის და იარეთ მშობლებთან რომ დაგიჭიროთ ხარი რომ აუცილებლად ამინისტიას გააკეთებთ იარეთ ჭიათურაში აი რა შეიცვლება თუ თქვენ მოხვართ ხელისუფლებაში საიდმეს ტყეები გაყიდენ ახლა მიდით იქ მოსახლეობასთან სურებში რაცა გესაშენებენ რა ვიცი ვანის სოფელში გესაშენებენ უკმაყოფილია სოფლები რა ვიცი უკმაყოფილების მეტი რაია მაგ ქვეყანაში მა დედა აფეთქებული რომ ამათთან ვიაროთ დავრაზმოთ და გაზაფხულისთვის როცა ყველაზე მეტი კრიტიკული იქნება სოციალურადაც და ყოველნაირადაც
და იგვიძებს ბუნებაც, იგვიძებს ადამიანში რაღაცებიც. დავგეგმოთ, მაგრამ მანამდე სიარული. დავგეგმოთ და 9 აპრილი დავთქვათ ერთ დღეთ და შევუტიოთ საფუძვლიანად. მადლობთ ყურადღებისათვის.